ჩვენ დაანონსებულ თემას უნდა შევეხოთ, თემას, რომელსაც ვაანონსებთ დილის 7 საათიდან, დღეს 14 იანვარია, ანუ ქართული თეატრის დღეა და გარდა იმისა, რომ დღევანდელ განაცემაში ბევრს ვისაუბრებთ დამსახურებულ არტისტებსა თუ რეჟისორებზე, ცხადია უნდა ვისაუბროთ იმ უნიკალურ ექსპონატებზეც, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული როგორც ძველ, ისე თანამედროვე ქართულ თეატრთან. ჩვენი ჟურნალისტი სალომე გელაშვილი ეწვია ხელოვნების სასახლეს და ამ უნიკალური ექსპონატების ისტორიას ახლა მოგვიყვება. პროფესიული თეატრის აღდგენა საქართველოში გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება, რომელმაც დრამატურგიაში რეალისტური მიმდინარეობა განავითარა და ჯერ კიდევ 1850 წლის 14 იანვარს პირველი სპექტაკლი გაყრა დადგა. გიორგი ერისთავის პორტრეტის პირველ დადგმებთან დაკავშირებული უნიკალური თეატრალური რელიკვიების ნახვა ხელოვნების სასახლეში სპეციალურ დარბაზშია შესაძლებელი. გიორგი ერისთავის პიესა გაყრა, შედგა ქართულ გიმნაზიაში, წარმოდგენილია ზუსტად ის ფოტო. ეს გახავთ ამჟამად პირველი სკოლის შენობის სააქტო დარბაზი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული წამოწყება. გიორგი ერისთავი თვითონ მონაწილეობდა კიდეც ამ სპექტაკლში, ის იყო რეჟისორის, დრამატურგიც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს იყო სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის და ცხადია, რომ რუსეთის ცარიზმი ამას ხელს უშლიდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ეგრეთ წოდებული მუდმივმოქმედი ქართული დასი ჩამოყალიბდა. 2 წლის შემდეგ კი დავით ერისთავმა ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა ფრანგი დრამატურგის ვიქტორინ სარდოს ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით შექმნა. პიესის სიუჟეტი ერისთავმა იმდროინდელ ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა, რამაც მოგვიანებით ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო და რუსი იმპერიალისტების აღშფოთება გამოიწვია. თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი პიროვნებების პორტრეტების გარდა ამ დარბაზში წარმოდგენილია სხვადასხვა სპექტაკლის სასცენო ესკიზები, ამასთანავე კი 2 უნიკალური აფიშა, რომელიც დავით ერისთავის პიესის სამშობლოს თბილისურ და ქუთაისურ პრემიერას უკავშირდება. ორივე მათგანი 1882 წელს არის შექმნილი. თეატრი აღადგინეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა, ეს იყო 1879 წელი. აქ უკვე ახალი პლეიადა გამოვიდა ასპარეზზე, ეს გახდათ ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა. თბილისში ეგრეთ წოდებული მუდმივმოქმედი ქართული დასის ჩამოყალიბების შემდეგ ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში გმირულ რომანტიკული და რეალისტური კომედიური მიმართულებები განვითარდა. დარბაზის ამ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ ეხილოთ ქართული პროფესიული თეატრის დასი, რომელიც 1879-80-იან წლებში ჩამოყალიბდა. ასევე სათავადაზნაურო თეატრის ფარდის პროექტი და ფარდის ესკიზი, რომლის ავტორიც ანტონ ნოვაკია. საბოლოო ჯამში გიორგი ერისთავის სპექტაკლი გაყრა ქართული თეატრის ათვლის წერტილი გახდა და თეატრის დღესაც საქართველოში სწორედ 14 იანვარს აღნიშნავენ.